Otur Fikret. დაჯექი ფიქრეთ. Konuşalım. დავილაპარაკოთ. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს ილმას. O zaman თუ benimle ასია მე არ konuşmazsın. დამელაპარაკები ფიქრეთ. ფიქრეთ. Hakan. ჰაკანი რეკავს. Hakan. გისმენ ჰაკან. Anladım. გასაგებია. Biz de Davut'un დავუთის სახლთან ვართ. Dayı yazdı. მეგობრებო, ბიძიამ მოგწერა. Zeynep eve varmış. ზეინეფის სახლშია. ალი, არაფერი თქვა ძმაო. Siz döndü. სახლში დაბრუნდით. ხელები აწია. რას ელოდებით? ძადით. Ah dur lan. ჭანდაბა. Ben takip et. გამომტევი. ადგილი, სადაც იმყოფები შენი სახლია, არა? მე რა გითხარი? საქმე ჩემთან გაქვს. ჩემთან. Hadi şimdi ne ახლა yapalım? რა სიზამ? Şimdi ne რა yapalım? სიზამ მომკლავ? მომკლავ ბიჭო. თქვი? თქვი Öldüreceğim beni oğlum. მომკლავ?
Mamoyge. Öldüreceğim Midi. beni. Zargi. Sen Როგორ biliyorsun. გინდა? შენ რანაირი მამა ხარ? გულგატეხილი. გულგატეხილი მამა ხარ. რომელსაც შვილები აუმხედრდნენ. ორი გზა არსებობს, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას. ფიქრეთ. ან ჰალილ იბრაჰიმივით მოკვდები, ან ან მამას ხელზე აკუცე და პატიებას თხოვ. შენი გადასაწყვეტია. გაბრაზდები და მაგ ხელს ისევ უკან წაიღებ. შვილს კეფაზე იარაღს დაადებ და დაემუქრები. შენ ცოლს უღალატე. და თან დურსუნის ქალიშვილთან უღალატე. ლევენთის საცოლესთან. აი ეს მესმის. ფიქრეთი, რომელსაც არავისთვის უღალატია. ფიქრეთი, რომელსაც სიტყვა არასდროს გაუტეხავს. გვეგონა შენი მეგობრობა და ურთიერთობა გულწრფელი იყო, ფიქრეთ. შენ მოკეტე ილმას. ესეც შენი გეგმის ნაწილია. ვიცი დამლა როგორ მდგომარეობაში ჩააყენე და აქ ჩამოიყვანე. ხო? შენ კი საბრალო გოგო გულში ჩაიხუტი არა? დაუშვი სიძევა, დაივიწყე. ნუსრეთმა მოკლას. ყოველ შემთხვევაში დამარხვის დროს მეგობრები ისევ ადამიანად ჩათვლიან. თუ აქ არ მოვკლავთ,
აიშე საწოლში მოუღებს ბოლოს. Herkes ყველა პასუხს აგებს თავისი ღალატისთვის სილმას. თუნდაც ეს evladım. თუნდაც ეს ჩემი შვილი იყოს. ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომ Ölseydim. სიკვდილს ინატრებ ფიქრეთ. Fikret Bey. ფიქრეთ ბეი, Fikret Bey. ფიქრეთ ბეი, İyi misiniz? კარგად ხართ? Çok pişmanım. ძალიან უნანობ შოთა. Ne için? რას? Sana იმას, რომ მამა ჩემის მოკლა არ გიბრძანე. anlamadım. ვერ გავიგე? Anlarsın. მალე გაიგებ. Halil İbrahim'e ჰალილ იბრაჰიმისგან რამე ისმის? yok. არა. მისხარი უკან რატომ გამომწყები ვერ ხვდები და მე შევეხარ და ცდილობ თავი უდანა შევღოთ მაგვაჩვენო დედა პარულად შეხვდი იმ ადამიანს რომელმაც ჩემი მოკლა სცადა შენ გამო შეიძლება ხალილ იბრაჰიმი ახლა მკვდარია მე ზუსტად ამიტომ წავედი მინდოდა წერტილი დამესვა შენ კი ყველას დაგვისვი წერტილი ბოლოს და ბოლოს გამოგივიდა გილოცავ წავედით ბიძია ზეინებ, ჰალილ იბრაჰიმზე არაფერი ვიცით. Senin burada უფრო სწორი იქნება თუ აქ დარჩები. აქ ყოფნა არ მინდა ბიძია მინდა ხალილ იბრაჰიმის გვერდით ვიყო მის გვერდით მინდა მკვდარია თუ ცოცხალი ნედიმე ილმაზმა ზეინეფი გამოუშვა მაგრამ ფიქრეთ როგორ გამოუშვებს საკმარისია საქინე უარესად ნუ მანერვიულებთ დედა მაინც ვერ გავიგე ნედიმე ხანიმი ილმაზთან რატომ წავიდა რომ რიзвანი მოეკლა რა თავისი ქმარი რიзвანმა ხომ უთხრა გაგშორდები და ცოლად ასიეს მოვიყვანო ნედიმის ურჩევნია რიзвანი მოკვდეს ბიძია მისი მანქანა აქ დგას ზეინებ აქ დამელოდა შიგნით შევალ და გავიგებ რა ხდება. ასე არ გიხდება თურან.
ოსმან წყალი გამოცვალე სისხლიანია. თურან, თურან. ზეინებ. მოდი, კარგად ხარ? მე კარგად ვარ, მაგრამ ხალილ იბრაჰიმი სად არის? სამზარეულოში ყავას იმზადებს. Ne yapıyorsunuz burada? აქ რას აკეთებთ? რას უნდა ვაკეთებდეთ? ვალაგებთ. Hele bir სახეში შემომხედე. Onu soruyorum. ხალილ იბრაჰიმ. როგორ შემაშინე? მადლობა ღმერთს, კარგად ხარ. მადლობა ღმერთს. მეგონა მოკლეს. კარგად ვარ, კარგად. ნუ გეშინია. მადლობა ღმერთს, შენც კარგად ხარ. მაგრამ აქ რას აკეთებ? რას ნიშნავს, რას ვაკეთებ? აქ იმიტომ არ მოხვედი, რომ დავუთს ჩაბარებოდი. დავუთი და მისი ხალხი სად არიან? ყავა დავლიოთ და მოგიყვები. პირდები. რა? ყავა დავლიოთ? ხალილ იბრაჰიმ, რა დროს ყავაა? არ მომიყვები, რა მოხდა? საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, მოგიყვები, მოგიყვები. ბიზია. კეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობ ძმისშვილო. ძმებო, თქვენი ყავა ზეინებმა წაგართვათ. თუ გინდა თვითონ მოამზადეთ. თავარია ზეინები იყოს კარგად, არა უშავს. ჩვენ მომიმზადებთ. ყავას თავი დაანებე, ყველას ხშია თურან. სამზარეულოში წავიდეთ და ვჭამოთ, არა ბიძია? ნორმალურად თუ არ მომიყვებით, რა მოხდა? მალე მუშტი მოხდებათ. მოგიყვებით ბიძია. წამოდი. წამოდი ბიძია. წამოდი, წამოდი. ხალილ იბრაჰიმ, რა ხდება, არ მეტყვი? რა ხდება? შოთა რეკავს. დიახ, შოთა. კარგად ვართ, კარგად. თქვენ რა ქენით? ჩვენ რესტორანში ვართ. არა, ჯობია, არ მოხვიდეთ. ჩემი ძმა კარგადაა? კარგად არის, კარგად, სახლში მიდიან. მადლობა ღმერთს. სამზარეულოში გავალ, სანამ ოსმანს ყველაფერი შეუჭამია. რა ხდება? ჩემს გარეში მოქმედებაზე რატომ გადადიხარ? მითხარი. მინდოდა დაგხმარებოდი. მინდოდა ამ ილმასთან ყველაფერი დასრულებულიყო. ვიცოდი, რომ დედამასთან წავიდოდა. მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ დამიჭერდა და დაგაშანტაჟებდა. სხვა დროს აღარ შემაშინო, კარგი? რაღაცის შენც გეშინია. მეშინია ზეინებ. მეშინია. შენი დაკარგვის მეშინია. კარგი. აღარ შეგაშინებ. ახლა მომიღავი აქ რა მოხდა. როგორც ვიცი, დავუთთან მოგიყვანეს. მაგარა ნორმალურ საზრი როგორ შეაცვლევინა? რა უთხარი? დავუდი არ ყოფილა. მისი ვაჟი იყო სერქანი. სერქანი მამამისზე უარესია. თავიდან უცნაურად იქცეოდა, მაგრამ შემდეგ შეთანხმებას მივაღწიეთ. ხალილ იბრაჰიმ, მართლა შევთანხმდით. ეს ადგილიც კი ჩვენ გადმოგცეს. რას ნიშნავს ეს ადგილი თქვენ გადმოგცეს? ჩვენ ავიღეთ. ანუ ახლა ეს უკვე დავუთის ადგილი აღარ არის. იცი რას ვიზამთ? შენ ყავადალია, მე კი წავალ. თუ რას და ოსმანს ვკითხავ, რა მოხდა? მოიცადე, მოიცადე.
ხალილ იბრაჰიმ მეშინია რომ მოკლავენ. შენ კი თითქოს საქმე შეხვედრაზე იყავი. ისე ამბობ კაფე დაგვითმენსო. მის წარწმენას არც მე ვაპირებდი. მე და სერქანმა ვისაუბრეთ და ამ გადაწყვეტილებამდე უცებ მივედით. არის როლოთ. ჩემო ცხოვრება, ეს ადგილი რაც თავი მახსოვს არსებობს და დავუთის ოჯახს ეკუთვნის. თავის წინ ნაგავსაც კი არავის დაუთმობენ. შენ როგორ გაჩუქეს? როგორც უკვე გითხარი, ჯერ არ უნდა და მაგრამ შემდეგ დავითანხმეთ. არ ვიცი როგორ. მესროლე და ნახოთ ცოცხალი იქნება თუ არა თუნდაც ერთი ადამიანი ვისაც გამარჯვებას ეუბნები. არც კი იცი საქმე ვისთან გაქვს შვილო. ბინძურ ხალხთან საქმე არ მაქვს. მაგრამ თუ ეს ბინძური ადამიანი ჩემს გარშე მოიტრიალებს, გავანადგურე. თუმცა დღეს არ მოკლავ. მამა შენთან გაგიშვებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სიტყვები გადასცე. იქნება ამჯერად მაინც გაიგოს. უკვე გითხარით ადგილი, სადაც ვიმყოფები, ჩემია. გასაგებია? ეს ადგილი ახლა ჩემია, დავუთს აღარ ეკუთვნის. ეს ჩემი ადგილია. ძადი და უთხარი მამა შენს, რომელმაც 12 საათი მომცა. ჩემთან სახლში ხომ შემოიპარა? დაჭრა ჩემი მეგობარი, შორი მანძილიდან დამიზნებით, გასროლით. ამ მიწაზე სტუმრად ვაქცევ, ყველაფრის გარეშე დავტოვებ, სანამ მიწას არ შეუერთდება. და ყოველდღიელოდოს იმაზე ფიქრით, მისი ჯერი როდის მოვა. ყოველდღიელოდოს და ეშინოდეს. ახლა შენი ნაგავი წაიღე და ჩემს საკუთრებაში თვალით აღარ დაგინახო. ჩქარა. თურა, ძმაო, დავასრულე. გელოდებით. მოდით. დავუთს მოუწევს მოვიდეს იმისთვის, რომ პირობები განმეორებით განვიხილოთ. სერქანი ბედნიერიც კი იყო, როცა მიდიოდა. კარგი. კარგი. ისე ძალიან მიყვარხარ, რომ მარც ერთი ტყუილი რაც მითხარი არ მაღელვებს. თავარია ცოცხალი ხარ. შეგიძლია ნებისმიერი ზღაპარი მომიყვე, რაც გინდა. სახლში წავიდეთ. კაფეს ჩვენები დაკეტავენ. კაფეს? ოსმან, მივდივართ. სახლში შევხვდებით. კარგი, კარგი, დავასრულებ და პირდაპირ სახლში წამოვალთ. ხალილ იბრაჰიმ. გასაღები არ გვაქვს, კარს როგორ დავკეტავთ? ძმებო, გასაღების ან საკეტის საჭიროება არ არის. ჩვენს კაფეში მოსაწვევის გარეშე ვერავინ შემოვა.
ასეთი ტემპით თქვენს დაკრძალვებს ბოლო არ ექნება. ხო, კარგი ზეინებ, ახლა ვეტყვი. სახლში წავიდნენ, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეგ ბიჭი მარტო როგორ გადარჩა, ცოცხალი როგორ გამოვიდა, ვერაფერი გავიგე. მე არ მკითხავ ილმას ცოცხალი როგორ გადაურჩია ნიკიდან როგორ გამოვაღწია დედა. შვილი ილმაზე არაფერს დაგიშავებდა. ამაოდ ვხელავდით. ზეინებსაც ორიოდე მკაცრ სიტყვას ეტყოდა და სულ ის იყო. თქვენ შორის ხომ მე ვარ. შენ არ არსებობ დედა. შენი წყალობით არ გამომიშვა. მამა იყო იქ, მან უბრძანა ჩემი გამოშვება. რას ნიშნავს მამა იქ იყო და უბრძანა? ჯერ კიდევ ვერ გაგაგებინე რომ ერთად მოქმედებენ. ისევ ვფიქრობ რომ ილმაზი მამას მოკლავს? მე არანაირი შეხვედრა არ მქონია საყვარელო. მივედი და ვთხოვე, მისთვის თავისი ადგილი მიიჩინა. ალბათ ილმაზმა ამ მიზეზით მიიყვანა. უნდა დაეთქვა რომ განქორწინება არ იქნება. არა დედა, ილმას შენი განქორწინება საერთოდ არ აინტერესებს. მამა იქ ჩემ გამომივიდა. იმისთვის რომ ეთქვა თუ ჩემს წინაშე თავს არ დახრი სიცოცხლე შენთვის სიკვდილზე უარესი იქნებაო. შვილო, მამის მუქარას ასე სერიოზულად რატომ მიიღებ? მამამ საკუთარ შვილს რა უნდა დაუშავოს? ღვთის გულისათვის. ელიფი სად არის? გეიდამ დაურეკა. თქვენი გასვლის შემდეგ ისიც გავიდა. გასაგებია. შეგიძლიათ მარტო დავტოვოთ. დედას უნდა დაველაპარაკო. მალე თქვენს გაიგებთ. თავარი არავის არაფერი მოგსვლიათ. დანარჩენი როგორმე მოგვარდება. შვილო, სხვების თანდასრებით რატომ ლაპარაკობ მამა შენი საქციელზე? არ იცი რომ არ შეიძლება. დაივიწყე დედა ღვთის გულისათვის. ამ სახლში საიდუმლოს არავინ ინახავს 2 საათითაც კი. მეც მქონდა საიდუმლო და ვფარავდი, როგორც შესაძლებელი იყო. მაგრამ ასე ჰანიმა გაიგო და ყველაფერი მამას უთხრა. რა საიდუმლო? ყურადღებას ნუ მიაქცევ. ასიე ალბათ 1000 ჭორს იგონებს ცილი რომ დაგწამოს. ამჯერად ცილს არ მწამებს. აი შესვუღალატე. რა? შენ? შვილო. რაღაც მსგავსი კი მითხრა. ჩემი ქმარი სასტუმროში ცხოვრობს, შეიძლება მხალატობს კიდეცო, მაგრამ ვიფიქრე ამას ეჭვიანობის გამო ამბობდა. მერთო ჩემო. კარგი საყვარელო. მოკვდავი ცოდვის გარეშე არ არსებობს. რაც მოხდა გაივლის. ცოტა სიდირებს, მაგრამ აი შესოყვარხარ. თავის ბუდეს არ დაანგრევს. გაიძულებ შენი საქციელი ინანო. რა თქმა უნდა, მაგრამ ვერავინ გაიგებს. ყველაფერს მალე დაივიწყებენ, რადგან უცხოსთან უღალატე. ქალს ყველაზე ძალიან ისანერვიულებს, რომ მსგავს სიტუაციაში თავის გარემოცვაში არ აღმოჩნდეს. ის ქალი ჩვენთვის ნაცნობი ადამიანია. ვინ? დამლა. რომელი დამლა? ნარგიზის და დურსუნის ქალიშვილი დამლა. ფიქრეთ, რას ამბობ შვილო? ამას ლემენტის პრობლემაც ემატება. მაშინ ლემენტი არ იყო დედა. და რომ ყოფილიყო რა მნიშვნელობა აქვს? შეცდომა. შვილო, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვაროთ. ფიქრეთ. გეყოფათ სისულელეები. იმისთვის რომ ფიქრეთთან მაჩხუბოთ უკვე აღარ იცით რა თქვათ, რა ტყუილი მოიგონოთ. დამლასთან ურთიერთობა ჰქონდა? გაზბოდავთ. ეს ხომ ფიქრეთი. ამას არასდროს იზამს. მე ვარ. აი შეზე კიდევ შემიძლია თვალი დავხუჭო, მაგრამ ეს სხვა ვარ. ფიქრეთიც კი მხალადობს. ამდენი წელი ერთად ვიცხოვრეთ. შენ ვინ ხარ? სულელო. კარგი სულელი ვარ.
ამდენი წელი არ უღალატია ცოლისთვის, რომელზეც ამდენი წელია დაქორწინებულია. არ გადაახლა ჩემს საცოლესთან უღალატა? დეიდა, ჯერ კიდევ გუშინ არ ამბობდი, რომ დამლას არამზადა ჰაქანი უყვარს. ახლა ფიქრეთთან აქვს ურთიერთობა? ეს იმიტომ გითხარი, რომ შენი თავმოყვარეობა არ შემელახა. გოგონას ცხოვრება დაენგრა. გვინდა და ჩვენგან გაგეგო მე რა ცუდ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდა. გინდა დაიჯერე, გინდა არა, ჩემთვის სულ ერთია. ადამიანები სიცოცხლით თამაშობენ ასიე. დურსუნიმა გოგონას ცოცხალს აღარ დატოვებს. დაუშვათ ნარგიზმა ხელი შეუშალოს დურსუნს, მაგრამ იავუზი არა ცოცხლებს. თუ ეს მართალი არ არის, ამაოდ ლაპარაკი და ცოდვის დადება არც ღირს. მართალია ნესიმ, მართალია. ფიქრეთს ეს პირდაპირ სახეში ვუთხარი, მაგრამ რეაქცია არ ქონია. შენ კი ამბობ ცოდვას ნუ ჩაიდენთო, მამა. ეგ დამლა თვალებში მიყურებდა და მითხრა, სერიოზული არაფერია. უბრალოდ ვიღაც უცხოელები იყვნენ. არც კი შერცვა. არ მოერიდა. არ შეეშინდა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დამლა ბედნიერი ყოფილიყო. ჩავთვალე, რომ ჩემს მას შეეფერებოდა. მან კი რა ქნა. თვალი ჩემს ბუდეს დაადგა. ფიქრეთს ვაიძულებ ამაზე პასუხი აგოს. მაო ლევენტ. რიზან ბეი, ახლა რა უნდა ვქნათ? რას ნიშნავს რა უნდა ვქნათ, ზუჰალ? თქვენ ვინ გეკითხებათ? თქვენ ვინ გეკითხებათ? უნამუსო საქციელი გოგომ ჩაიდინა. ბუდე დაანგრია ფიქრეთმა, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ამაყად ვიდგეთ და ყოველდღე დავტკბეთ იმით, ამის გამო როგორ ისჯებიან. ეშმაკი ახლა მეუბნება ფიქრეთთან მიდი და ყველა ძვალი დაუმტვრიეო, მაგრამ ბავშვები გყავთ. ბავშვების ნახვას ვეღარ შევძლებ. ხელს მოვკიდებ და აქ მოვიყვან. მისმა და ზეინებმა და მისმა აუტანელმა დობილმა ფიქრეთი დაიცვეს და მე დამიპირისპირდნენ. საყურაზეც მომატყუა. იქნებ ზეინები ძმას აშანტაჟებდა და ამით თავის მხარეს გადაიბირა. მართალია. თუ საქმე ზეინებს ეხება, არც ეს გამიკვირდება. თითქოს ნედიმეს შვილებს არ იცნობდეთ. რადგან გაქვს რას უნდა მოელოდეთ. ეგ ხალი წავიდა იმასთან და უთხრა, ჩემი ლომი რიзвანი მოეკლა. დედა ყოველთვის რიзвანის წინააღმდეგ განაწყობდა. ფერს მე მიტანდნენ. მთელი ბოროტება და ბოღმა ჩემ წინააღმდეგ არის მომართული. კიდევ იმდენ რომ ეს გააკეთებენ. იმდენჯერ დაგიპირისპირდებიან. რა უნდა გააკეთონ? რა შეუძლიათ დამიშავონ რა? ყველას ხოჭოებივით გავსრეს, მაგრამ თქვენს კარგად მომისმინეთ. არ გაბედოთ, არ დამემორჩილოთ. ისე ვიზამ რომ შემეხვეწებიან თუნდაც ერთი ლუკმაპური მიცე. ისე ვიზამ რომ ქუჩაში გასულებს სახეში აფურთხებდნენ. ხოჭა, ჩემო ლომო. მე კი კარგად ვარ, მაგრამ მაგ ხალხის გაკონტროლება უკვე შეუძლებელი იქნება. სხვას რას გააკეთებენ იმის შემდეგ, რაც კაფეზე ართვი. დაუდის მოყვანის სხვა გზა არ არსებობს. სერკანის მოკვლის თემას დავხურავდი და ვიტყოდი, რომ შურიბიძე მეჰმედალის შვილის მკვლელობისთვის, მაგრამ კაცები არ არიან ძმაო. ტურების ხრობაა. რამე უნდა მოვიფიქრო. ამაში მართალი ხარ. ფაქტია, რომ ილმაზმა ამ ხალხში დიდი ფული ჩადო. როგორც ფიქრეთი ამბობს, ეს რიзвან ლეტოს ფულია. როგორ შეიძლება ადამიანი ასე ამაზრზენად მოექცეს საკუთარი ქალიშვილის ვაჟს? ამ კაცში სხვა ცხოვრების წესი არ არსებობს. მიჩვეულია, რომ ადამიანებს ზურგში ჩაარტყას. როცა შვილებმა ზურგი აქციეს ადგა, ისევ მოულოდნელად დაარტყა. ხალილ იბრაჰიმ. შემოსევდა. სად იყავი? ძალიან მომენატრე. როცა წახვედი, ლოცულობდი, რომ არაფერი მოგწლოდა. მე სულ მიკვირდა ჩემი საქმე ასე წარმატებით რატომ მიდის მეთქი. მე ხომ გლოცავ. შენ რომ არ ყოფილიყავი, ნეტავ რა უნდა მექნა. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. ახლა ხომ კარგად ხარ? ნერვიულობდით. კარგად ვარ, კარგად. ხომ არ გშია? ზეინებმა მთხოვა რამე მოგუმზადო. თუ გინდა შენც მოგიმზადებ. არა, რამეს ზეინების თებშიდან შევჭამ. წნიერი მოვამზადე, ამას მაინც მოგიდა. ხომ გიყვარს? შეიძლება. შენ არ მიეთმე?
დიდი მადლობა, კარგად მივლიან, არ მინდა. კარგი მოგიდან. ძალიან მომენატრე. დღეს რა საკეთებდი? ნეტავ დერვიში მალე მოვიდეს, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე გავიგოთ. ამბობთ, რომ კაფე გადმოგცეს, მაგრამ დავუთი მაგ კაფეს არ დათმობდა. ვიცი ძმა იუსუფ, მაგრამ ხალილ იბრაჰიმი ამბობს შევთანხმდითო და სხვა არაფერი უთქვამს. რას გულისხმობს, როგორ შეთანხმდნენ? აშკარაა, არ უნდა რომ გამიზიაროს. აშკარაა, რომ ხალილ იბრაჰიმმა დავუთს კაფე წაართვა. კარგი შეიძლება წაართვა, მაგრამ რა მისნით მუზაფერ? კაფეში მუშაობის რა გაგვეგება? რაც უნდა გააკეთოს, ალბათ ასეა საჭირო. ჩვენი გოგონა და ბიჭები ცოცხალი და უნებლებით აბრუნდნენ. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს მართლა. იმ უნამუსომ რამე ხომ არ დაგიშავა. არა. ილმაზის გეგმა ხალილ იბრაჰიმის მოკლა და ჩემი ძმის მუხლებზე დაყენება იყო. მაგრამ ხალილ იბრაჰიმმა ეს გეგმაც ჩაუშალა. ხალილ იბრაჰიმ რამე მოგიტანო შეჯამ? არა, ჯეილანმა წვნიანი მომიმზადა, უკვე ვჭამე. გმადლობ. აბა ედანურ, მზად ხარ ახალი ცხოვრებისთვის? რას გულისხმობ? ზეინებმა კაფის შესახებ არ გითხრა. ვითხრა, მაგრამ ჩემს ცხოვრებასთან რა კავშირი აქვს? მის მუშაობა შენ უხელმძღვანელებ. ვერ გავიგე? ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს კარგად იცნობ, ჩემი აზრით თავს კარგად გაართმევ. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რესტორანს როგორ უნდა ვუხელმძღვანელო. ისწავლი. ასე მომიყურებ, არაფერი ვიცოდი. ახლა გავიგე. ედანური ყველაფერს შეძლებს ღმერთის წყალობით, მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ ხალილ იბრაჰიმ ამ პირობებში? შესასვლელთან დაცვა შენ უზრუნველყოფ ძმაო იუსუფ. ვინმე თქვენი ნათესავი დააყენეთ, მიმტანები და სხვა თანამშრომლები დარჩებიან. ხელშეუხებლობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. სანამ ედანური იქ იქნება, ყველას ეწოდინება, რომ ჩვენი რესტორანია. რადგან მენდობი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მართლა ძალიან გამახარე. გიგოცავ შვილო, ყველაფერი გამოგივა. შვილო, თქვი რომ არ გშია და ყველაფერი შეუჭამე. ახლა მოგიდა. ძალიან გემრიელად მოგიმზადებიათ. ჩვენ მხოლოდ ჩაის გვასმევენ. გიგოცავ. ჩვენ არ მოგვიტანთ? ხომ დამეხმარებით, რა თქმა უნდა. არა ფიქრეთი ამას არ იზამდა. მაგრამ როცა სხვა გზა არ აქვს, უკვე ვნახეთ რა შეუძლია. ხალათზე ესე საუბარი შეიძლება? მე რატომ მეკითხები, ვინც უღალა და იმას კითხე. ჩემ შვილს ამდენი ხანი არავისთვის შეუხედავს, ახლა კი უღალა და? აშკარაა ნარგიზის ქალიშვილმა აცდუნა. ფიქრეთი არაფერ შუაშია. ეს არ ამართლებს, დავუშვათ მე დავიჯერა. აიშესაც იგივეს ეტყვით? ნუ თუ შემიძლია. თელი ღამე თვალი ვერ მომხუჯა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ამ გოგოს რას ვეტყვი. რაც არ უნდა უთხრა, ვერაფერს შეცვლი ნედიმე. ცოლ-ქმარ შორის ნუ ჩადგები არ გირჩევ. მართალი არ შეიძლება. შოთა მოვიდა. გამარჯობა. რა მოხდა? აიშე ჰანიმი და მისი ძმა მოვიდნენ. ბავშვების წაყვანა უნდათ. რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ასიემ დრო არ დაკარგა. ძადი ფიქრეთ შეატყობინე. წავედით ბავშვებო, ფრთხილად არ წაიქცე. დედა, სად მივდივართ? გზაში გეტყვი. წამოდით. აიშე, რას აკეთებ? ასე არ შეიძლება. დამშვიდდი. ჯერ დაელაპარაკე. რაზე უნდა ველაპარაკო? ჩემო ქმარმა კარგი. ბავშვთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მინდით გაიქეცით. დედა საკინე მოხვეზელი გამოგიცხოთ. მინდით გაიქეცით. ხომ უნდა დამშვიდე ბოლოს და ბოლოს. ჩანთა დადე. ვისაუბროთ. ცხელგულზე ასეთი საკითხები არ წყდება შვილო. შვიდად ვილაპარაკოთ. მოდი ჩემო ლამაზო, დავსხდეთ. კარგი? მოდი. აიშე, ნუ თუ შეიძლება ბავშვებს ხელი მოგიდო და ასე ნაჩქარება წაიყვანო. სრდასრული და ჭკვიანი ქალი ხარ. გაცუნდა გაუგო. შეცდომა მოხდა. სისულელე ჩაიდინა. ორი შვილი გყავთ. იმის ნაცვლად რომ ასე წახვიდე, იქნებ გამოსავალი იპოვოთ. მეცაზე ვიფიქრე დედა. ძალიან მაწყენინა. ბევრი ვიტირა. მხოლოდ ამიტომ არ გავეკიდე. არ მინდოდა ოჯახი დამანგრია. და ჩემი შვილები მამის გარეშე დარჩენილი იყვნენ. დამლა დედა. დამლასთან მიღალადა.
გოგოსთან, რომელსაც მეკითხებოდი ქმარი ვისთან მღალატობს. გოგოსთან, რომელიც მინდოდა ლევენტის ცოლი ყოფილიყო. წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში ვარ. ბოდიში შვილო, მაგრამ ასიეც არ არის კარგი ქალი. მამა შენ მარიისვან მარა გააკეთა. ჩემ სახლში ისე მოიყვანა როგორც მეორე ცოლი. გიფიქრია მე რა მდგომარეობაში ვიყავი. მე სხვა ვარ. დედა ნედიმე. ბოდიში. კარგი. რა ხდება? რა ამბავია? შენს ცოლს შვილები მიყავს და სახლიდან მიდის. ერთმანეთს მაინც ესაუბრეთ. მე მაინც არც ერთი არ მისმენთ. მე სათქმელი არაფერი მაქვს. მე მაქვს სათქმელი. ჯერ მომისმინე და შემდეგ გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. ბოდიში ფიქრეთ, მაგრამ შენი თავის მართლების მოსმენა არ მინდა. თვრალი ვიყავი, არ მინდოდა, წამიერი სურვილი იყო. აზრი არა აქვს. მსგავსი ფრაზების თქმას არ ვაპირებ აიშე. რადგან ყველამ ყველაფერი იცის, თავის მართლებას აზრი არ აქვს. დიახ, გიღალატე. და ამის შედეგად ერთმანეთს დავშორდებით, განქორწინებას ხელს მოვაწერ. მეგობრებად დავრჩებით თუ მტრებად, სხვა საკითხი იყო, სანამ არ გავიგე, რომ შენც მიღალატე. რა ღალატზე ლაპარაკობ? რა სისულელეა? შენთვის ღალატი მხოლოდ ფიზიკური არსებობს? შენ სხვებს გაუზიარე საიდუმლო, რომელიც ქმარმა გაგანდო და ამის გამო ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა. ეს ერთი და იგივეა? რა კავშირი აქვს? აიშე, ეს რატომ გააკეთე? ნუ თუ ეს იმიტომ არ გააკეთე, რომ გეთქვა დიახ სანაცვლოდ მეც გიღალატებო. დამნაშავე შენ ხარ, მაგრამ მე მადანაშაულებ, თითქოს არაფერი მომხდარა. დამნაშავე ვარ, მაგრამ ისე არ ვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ შენ დამნაშავე ხარ და ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. გეუბნები, რომ შენს გამო ადამიანი მოკვდა. მოკვდეს, მე რა შუაში ვარ, არ მაინტერესებს. ის ქალი არ ხარ, რომელიც შევიყვარი აიშე. ახლა კი წადი, სადაც გინდა. წადი. ბავშვებო, მივდივართ. არასწორად გაიგე აიშე. შენ შეგიძლია წახვიდე. ბავშვებს კი არა. ჩემი შვილები არიან და წავიყვან. ახალთან სხვა შვილები გეყოლება. აიშე. ბავშვებო, მივდივართ. აიშე, უკვე გითხარი, ბავშვები ამ სახლში დარჩებიან. ბავშვებს ყურადღებას აღარ აქცევ. ვიდი გარყვნილი ცხოვრება გააგრძელე. ოჯახი შენ დაანგრიე და ამისთვის პასუხს აგებ. შენ როგორ აგებ პასუხს შენი საქციელისთვის? წავედით, ბავშვებო. წავედით. აიშე, მგონი ვერ ხვდები რას ვამბობ. ხელი გამიშვი. აიშე, გითხარი, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ბავშვების წაყვანის უფლებას არ მოგცემ. გამიშვი. აიშე. რას აკეთებ, ფიქრეთ? ფიქრეთ? ის გააკეთე, რაც არ შეგეფერებოდა. ყველაფერს კიდევ უფრო ნუ გაართულებ. აიშე, ბავშვები წამოიყვანე და სახლში წადი. მე და ფიქრეთმა უნდა ვილაპარაკოთ. წავედით, ბავშვებო. ლევენტ, აიშე შეუძლია წავიდეს სადაც უნდა. ბავშვები აქ დარჩებიან. ფიქრეთ. გახსოვს ადრე რჩევა მომეცი. მითხარი, რომ თუ ადამიანს წასვლა უნდა, უკან არ გავეკიდო. წავიდეს, დავილაპარაკებთ და გამოსავალს ვიპოვით. ბავშვების ასე დატოვება არ შეიძლება. მოდი მაკოცეთ, ჩემო დედოფალო. შვილო. არ მინდა. რატომ სიხარულო? მამა წასვლა არც მე მინდა. რატომ არ გინდა შვილო? უცხოსთან ხომ არ მიდიხართ? თქვენი ბები აბაბუა იქ არის, თქვენი საყვარელი სათამაშოებიც. რამდენიმე დღეში აუცილებლად წამოგიყვანთ, კარგი? გაიქეცით, მიდით.
დედას ნუ აწყენინებთ. მიდით, გაიქეცით. წამოდით ბავშვებო. შუთა, ჩემოდნების გატანაში დამეხმარები? რა თქმა უნდა, აიშეჰანი. წავედით შვილო. ხო მართლა შუთა. შეგიძლია ეს ფიქრიც მისცე. ამას ვერ ავიღებ აიშეჰანი. წავედით ბავშვებო. რა დაგიშავე ფიქრეთ? ფიქრეთ. ძმა გიწოდე. მეთაურს გეძახდი. მამას დაუპირისპირდი და შენს გვერდით დავდექი. ერს დავემორჩილე. შენ გამო. და შენ რა გააკეთე? ასე რატომ მომეკეცე? რატომ? დამლას გარდა სხვა ხალი არ არსებობდა? გითხარი რომ დამლა ცოლად მომყავდა, ლევენტ. კიდევ ცოტა მითხარი. შეგიძლია მლანძღო რამდენიც გინდა. შეგიძლია მცემო და მესროლო კიდეც. ამის უფლება გაქვს. მაგრამ იცოდე. არ ვიცოდი. და როცა თქვენ შესახებ გავიგე გეფიცები, აღარ შევხვედრილ ვარ. ფიქრეთ. შენთან მოვედი. გითხე ეს გოგო ცოლად მომეყვანა თუ არა? ამით გამანადგურე. რომ გეთქვა ეს არ გააკეთო ძმაო, რომ გეთქვა შენსა და ამ გოგო შორის რაღაც იყო. მთელი ცხოვრება ისე დავმალავდი როგორც საიდუმლოს. არავის ვეტყოდი, არც აიშეს და არც ვინმე სხვას. შენს თვალწინ ამ გოგოს ხელი ვთხოვე, ბეჭედი გავუკეთე. ყველაფერი შენ თვალწინ მოხდა. შენ კი არაფერი მითხარი. მაბატი, არავის უთხრა რომ ვიტირე. დაგპირდები. ცხოვრებაში აღარასდროს ვიტირე. გამონაკლისი შენი დაკრძალვა იქნება. სხვა დროს არასდროს ვიტირებ. არავის უთხრა რომ ვიტირე.